ეთერშია სივრცე დიალოგისთვის ტრადიციულად მე გახლავართ თამთედოლიძე და დღეს ისევ საუბრობთ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მოახლოებულ გეგმებზე ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების რაშიც ისინი გულისხმობენ საყოველთაო გამოსვლებს რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის მიზნით. Ამ თემებზე ვსაუბრობთ ბატონ ვახტანგ ზენაიშვილთან ერთად დღეს. ის გახლავთ გირჩიმეტი თავისუფლების გურიის რეგიონის წარმომადგენელი. მოგესალმებით ვახტანგ, დიდი მადლობა რომ დღეს მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. სანამ არჩევნებს შევეხებით და თვითმმართველობის საკითხებს, ვახსენე 4 ოქტომბრის გეგმა ოღონდ ოპოზიციის ზოგადად გკითხავთ ჯერ როგორ უყურებთ ანუ რამდენად რეალისტური სცენარია როგორ გონიათ და გეგმა ის რაზეც საუბრობს ოპოზიციური ფლანგი დღეს ნებისმიერი საქმედება მე მიმაჩნია რომ არის თქვათ ეს ოპოზიციური ძალები რომლებიც გამოდიან ამდენი ხანია და მოსახლეობას და ახალგაზრდობა რუსთაველზე დგას ეს არის საქმე და ქმედება ეხლა 4-ში საერთოდ რევოლუციონერები ასე ვთქვათ ისტორიულად რევოლუციას ამზადებდნენ ყოველთვის რაღაც თარიღებსაც ამზადებდნენ რაღაცას ამბობდნენ და რევოლუცია ან ხდებოდა ან არა ეს ასეა მაგრამ თუ რევოლუციონერი ასე ვთქვათ არ არის თუ ხალხი არ არის თუ ადამიანთა ჯგუფები არ არიან რომლებიც ამ საქმისთვის იწვიან და მაშინ არც არასდროს არ იქნება აი როგორ არის რომ ამზადებენ, მაგრამ როდის მოხდება, არავინ არ იცის. ეს არის ისტორიული გამოცდილება. აი მე ერთი მაგალითი მოვიყვანო. აი ყველასთვის ცნობილი რო არის თქვა, აი ლენინთან დაკავშირებით, რაც იყო პროფესიონალი რევოლუციონერი და ამზადებდნენ ამ რევოლუციას, ხან მეთოდებით, ხან ამეთოდებით და ამზადებდნენ ამას და სულ აი 1916 წელს მაგალითად პარლუსი აფინანსებდა ამას. ამ იმას რაღაც ჯგუფებს რევოლუციას ცდილობდნენ რომ მოეხდინათ, გაეკეთებინათ, მაგრამ აი ეს არ გავიდა რაღაცა პატარა გამოსვლები იყო, მაგრამ არ გადაიზარდა. და ლენინმა თქვა რომ ესა რა ქვია, ალბათო ჩვენი თაობაო რევოლუციას ვეღარ მოესწრებაო. ესმით რას ამბობს? რევოლუციის ავტორი. ხო. და ამ დროს მე 2 თვეში თუ 3 თვეში მოხდა თებერვლის რევოლუცია და მეფე გადადგა. ასე რომ ყველაფერი ამას აქვს ბრძოლას აქვს აზრი. 4-ში იქნება ეს თუ შეიძლება ჩვენ უნდა გავიდეთ ისე რომ 4-ში დამთავრდეს. თუ არ დამთავრდება მაშინ 5-ში გავალთ. ამ განწყობით უნდა გავიდეთ რა თქმა უნდა. ყოველთვის ასე ხდება. 4 ოქტომბრის აბსოლუტურად ვერ იქნება რომ აი ესე იგი არ ვიცით რა იქნება როგორ არ ვიცით ჩვენც არავინ არის ეს მოხდება არ მოხდება მაგრამ ჩვენ გავდივართ ამ განწყობით კი თუმცა 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ამბობენ რომ რევოლუციის მზადება შესაძლებელია და აუცილებელია მაგრამ კონკრეტული თარიღის დაგეგმა წინასწარ რაღაცა გულუბრყვილო არ ვიცი ახლა აი როგორი რაღაცა არის ეს არის ახლა შეიძლება იკამათო ამაზე თქვა რომ ერთ თარიღზე ჩამოკიდება როგორც ამბობენ არ არის სწორი რაღაცა მე პირადად სამაში ტრაგედიას ვერ ხედავ შეიძლება ერთი თარიღიც დათქვა მაგრამ არც ისე არ უნდა გავიგოთ რომ ეს გამოიწვევს რაღაც თუ ესე არ მოხდა და ტოტალურ გულაცრუებას და არაფერი მსგავსი არ მოხდება პირიქით ეს სტიმულიც არის ერთგვარი ისე მე არაფერს ვერ ხედავ მაგაში განსაკუთრებულ იმას რა ქვია რომ აი ვინაიდან ერთი თარიღი და რაღაცა თუ ისე არ წავიდა ხო შეიძლება ამან გამოიწვიოს ზოგადად გულაცრუება. არა მგონია. შეიძლება ცოტა ხანს გამოიწვიოს, ტალღა ესე ვაგორდება. იმიტომ რომ აქ თავარი ის კი არ არის, რომელიც შეიქნებოდა იქნება. თავარი არის ის, რომ ამ ხელისუფლებას, როგორც ანტიქართულ ძალას, როგორც პროგრესის შემოფერხებელს და ქვეყანა მოაქცია სტაგნაციაში და ეს რაღაც პატარ-პატარა რაღაც სოციალური წარმატებები, რომლებიც თითქოს არის და რაღაცა ეკონომიკური და ამას სხვა მიზეზები აქვს მალე დამთავრდება. და ამ რეჟიმს განაჩენდა გამოტანილი მოსახლეობის შეგნებული ნაწილში და დიდ ნაწილში სხვათა შორის. ეგ არის მთავარი. და ეხლა ეს როდის გაფორმდება და როგორ გაფორმდება, ზოგი იტყვის 4-ს, ზოგი მიჩამოვკიდებთ კი ბატონო. 4 არის, მე გავდივარ 4-შიც. იქნება 7-შიც გავალ. მთავარი აქ ის კი არ არის, რა ქვია, რომ თქვათ აი კონკრეტულად აი დასრულდება მე გავდივარ ამ განწყობით რომ იმედი მაქვს რომ დასრულდება
მაგრამ თუ არ დასრულდება, მე გაგრძელდება ეს ბრძოლები ახლა. მოსახლეობა ახსენებს, რომ განაჩენი აქვს გამოტანილი ოცნებას მოსახლეობის მხრიდანო. უმრავლესობის მხრიდან. აი, სწორედ ეს მინდა გკითხოთ, თქვენ როცა ხვდებით ადამიანებს, როგორც პოლიტიკური საქმიანობის ნაწილში, ისე ყოველდღიურ ურთიერთობებში, რა განწყობებია ადამიანებში? საერთოდ როგორი რაღაცა არის, რომ ესე იგი ზოგადად ახლა მთელი მოსახლეობა, როგორც ასეთი და არასოდეს არ არის რაღაც განწყობილი, რაღაც ჩართული რაღაც პროცესებში, არასოდეს არ არის. მოსახლეობაში არის რაღაც გარკვეული პროცენტი, ზოგადად თქვენ შეიძლება 20, შეიძლება ნაკლები ცოტათი, რომელიც აქტიურია ყველაფერში. და ეს აქტიური ნაწილი განსაზღვრავს შემდეგ თელს იმ განწყობილებებს. როგორი არის მოსახლეობაში, ასე ვთქვათ, მასაში განწყობილებები როგორ ჩამოყალიბდება და ეს ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა, როდესაც მომენტი დადგება. როდესაც მომენტი დგება, ჩვენც თვითონ გაგვიკვირდება, თურმე ეს ხალხი რა მზად ყოფილა ამ სიტუაციისთვის. ეხლა თითქოს ხო ვიღაცას გონიო აფერი არ იგრძნობა ისეთი ხალხში, განსაკუთრებით პროვინციებში. არაფერი არ არის ის, რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება. როგორც ერთ-ერთ ცნობილ ფილმშია მომენტი არ უნდა გამოგვეპაროს რომ ამ ხო, აი როგორი რაღაცა რევოლუცია მიწისძვრასავით არის ამბობენ, ხო? როგორც მიწისძვრას დაგეგმო არ შეიძლება, ესე რევოლუციას ვერ დაგეგმო, მაგრამ ეს როგორი რამეა იცით რომ თან გეგმავ ამას, თან სათულთაშენი გეგმო დაგეგმვა, შენი ბრძოლა, შენი ყოველდღიური საქმიანობა ამ მიმართულებით თქვა, ხო? ხო, ამას როცა შენ ხარ მაშინ მზად იმ ტექტონიკური ზღვრებისთვის, რომელიც შენ და უნებურად შეიძლება მოხდეს. და როდესაც აფერს არ აკეთებ, არავის არ იქნება მზად. შეიძლება ეს ისე მოხდეს და ისე ჩაიაროს, რომ ვერც გაიგო. ამიტომ ეს ჯგუფები უნდა იყოს ყოველთვის და უნდა იყოს მზად იმისთვის, როცა დადგება მომენტი. კი ბატონო, რა შეფიქრობ, რომ ეს მომენტი 4-ში უნდა დადგეს. გასაგები. რაც შეეხება 4 ოქტომბრის მეორე რეალობას, რაშიც გულისხმობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თქვენ ჩვენი წინა დიალოგის დროს რამდენიმე თვის წინ გქონდათ კონკრეტული მკაცრი პოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობის პოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და საინტერესოა თუ კიდევ ერთხელ შევეხებით ამ საკითხს, რამდენად გახართ ისევ იგივე პოზიციაზე და რა არგუმენტები გაქვთ თუნდაც იმ საპირწონედ, როდესაც გარკვეული კატეგორიის ადამიანები ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მათ შორის ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შანსი გაუშვა ამით ოპოზიციამ არჩევნებში არ მონაწილეობით, რადგან ბევრი გამოკითხვა და მათ შორის წინა არჩევნების შედეგებიც აჩვენებს, რომ ოპოზიციას ყოველთვის აქვს შანსი დიდ ქალაქებში და თუნდაც ამის დაკარგვა იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. თქვენ როგორ ფიქრობთ? საერთოდ არჩევნებში მონაწილეობაც და არ მონაწილეობაც, ბოიკოტიც არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმები და მეთოდები. მე ვფიქრობ, რომ აი ამ ბოიკოტი ჩვენ მიზანი რა არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ხო? მე ვფიქრობ და ალბათ ბოიკოტის მომხრეებიც მე ჩემაზე გეტყვით მაგალითად, რომ ეს უფრო დააჩქარებს ამ ხელისუფლების შეცვლას, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობა და იწილო-ბიწილო. მით უმეტეს, როდესაც ის არჩევნები არ არის. როდესაც მართლა სპეცოპერაცია და მართლა იმდენ ხმას დაწესდეს და გაანაწილებს აქვს, როგორც მის ინტერესებში შედის, ანუ ხელისუფლების ინტერესებში. და ბოიკოტი აჩქარებს პროცესს, აჩქარებს ხელისუფლების კრიზისს და უფრო ხელს უწყობს მის ჩამოშლას, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობა. მე ვფიქრობ, რომ არჩევნებში მონაწილეობა უხანგრძლივებს რეჟიმს არსებობას. უხანგრძლივებს და ილუზიებში ამყოფებს ადამიანებს. როდესაც ბოიკოტი მით უმეტეს როდესაც ეს შემდგარი ფაქტია. როდესაც არავინ არ მონაწილეობდა, პარლამენტიც არიელია, მის გარდა არავინ არ ზის, ისეთი იქნებოდა თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებშიც. ეს დააჩქარებდა პროცესს და ამ დროს განზე გადიომოდა რაღაცა ისა მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შეცდომა არის. თბილად რომ თქვა შეცდომა არის. თუმცა ასე არ მოხდა, ქართული ოცნება არ დატოვეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარტო და რიგმა პარტიებმა გადაწყვეტეს, რომ მიიღოთ მონაწილეობა. როგორ ფიქრობთ, გარდა იმ არგუმენტებისა, რასაც ამბობენ ისინი, რატომ იღებენ მონაწილეობას, რა მოძრავებთ მათ? თუ თქვენ იღებთ იმ არგუმენტებს, რასაც ისინი ამბობენ, თუ რა мотиваცია აქვთ ამ არჩევნებში მონაწილეობის? ახლა მე არ მაქვს ახირებები და დიდი ხანია ამ პოლიტიკურ საქმიანობაში ვარ და ბევრი რამე მინახავს და გამომივიდა და ახირებები არ მაქვს თქვათ რომ რაღაცა თქვა, მაგრამ არადამაჯერებელია ეს არგუმენტები.
რაღაც ამის უკან კიდევ დგას, უბრალოდ არ მინდა ამაში შევიდე რა. კიდევ დგას რაღაცა, ეთყობა. იმიტომ ეს არგუმენტები რომ ეხლა ტრამვაის გავიყვან თბილისში და ან არ გავიყვან ტრამვაის თბილისში და რაღაცა მეტროს გავიყვან და რაღაცა ეს არის არარელევანტური რომ იტყვიან ესეთი რაღაცა, როდესაც თავზე გომხობა ყველაფერი, როდესაც ამაზე ეხლა ლაპარაკი, რა ვიცი, ცოტა უხერხული მგონია და შეუძლებელიც. მით უმეტეს, როდესაც ამ ძალაუფლებას ფაქტურად ვერ აგვიყვება. ეხლა ეს პირდაპირ კავშირშია კიდე რაც მინდა დავუმატე. გასაგებია ეს ყველაფერი ეს, მაგრამ ფუნდამენტურად ჩვენ არჩევნებში მონაწილეობდით ადრეც, ეხლაც მომავალშიც, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არჩევნები არის ნაკლოვანი არჩევნები ზოგადად. რაც ჩატარდა თელს ამის ჩვენ დამოუკიდებლობის ისტორიაში. იმიტომ რომ ჩვენ ფუნდამენტურად გამოცდილი აქ რა არის დემოკრატია? დემოკრატია არის ისა რა ქვია ძალაუფლების ფორმირების ინსტრუმენტი. ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების შექმნა. ფასეული და ღირებულება გააჩნია ლიბერალიზმს. ლიბერალიზმი ეს არის პოლიტიკური ფილოსოფია და მდგომარეობა. ამბობენ დღეს რომ ლიბერალიზმი მსოფლიოში კრიზისში ერთგვარში. არაფერ კრიზისში არა, კრიზისში არის სოციალიზმი, რომელსაც თავის თავს ლიბერალიზმი უწოდა. ეს ცალკე თემაა საკითხი. ამერიკული ლიბერალიზმი ფაქტობრივად სოციალიზმია. ეხლა ამაზე კი არ არის ლაპარაკი. მე რა მინდა გითხრათ, აი ზუსტად მაგინაზე რომ ჩვენ აი ეს ლიბერალური დემოკრატია, რასაც ევროპაში და რასაც არჩევნებში ასე თუ ისე ფორმები აქვს და ნორმალურად მიდის და ხელისუფლების პრობლემა ხდება. ამის საფუძველი არის ლიბერალიზმი. კაპიტალისტური წარმოების წესის პოლიტიკური ფორმა არის დემოკრატია. არ არის ეს საკუთრების ფორმები, არ არის კაპიტალისტური ეკონომიკა, არ არის საბაზრო ეკონომიკა, არც დემოკრატია არ არის. ამას ფესი აქვს ეკონომიკაში. აბა გეკითხებით, როდესაც სახელმწიფო არის 80%-ის ყველაფრის მფლობელი. რომელ არჩევნებზე შეიძლება ეხლა ლაპარაკი? საცა იყოს მძღვრი, მუნცა შეკრიბეს ორბები. ასე წერია სახარებაში. ამ ეს ხელისუფლებას განიხილავენ როგორც პურის ტალონს, როგორც რჩენის საშუალებას, ფულის კეთების საშუალებას, ბიუჯეტიდან ფულის გამოცოცების ინსტრუმენტებს ეძებენ. იმიტომ რომ არ არსებობს საკუთრება. რა არის ჩაო დააგვირდით ეხლა ჩვენი მინდა შევეხო ამ ისტორიულ მომენტსაც რა. ყველა ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში მოვიდა, დაწყებული ზვიადის ხელისუფლებიდან მოვიდა კოალიციით. რამდენიმე თვეში თუ რამდენიმე ნახევარ წელიწადში ხდება ამ კოალიციის შეწოვა ერთი პარტიის მიერ. რატო? სწორედ იმიტომ რომ ხელისუფლება აკონტროლებს საკუთრებას. სახელმწიფო საკუთრებაშია მთელი ქონება. გინდა რომ ხელისუფლება გაფანტული იყოს, გინდა რომ თვითმმართველობა მართლა არსებობდეს, გინდა რომ ამ არჩევნებს მართლა ქონდეს აზრი, მაშინ ეს ხელისუფლება მაშინ საკუთრებას გაფანტული უნდა იყოს ხალხში. ამაშია საქმე და საკუთრება ხალხში არ მარტო ხალხში არ არის გაფანტული, არამედ თვითმმართველობებსაც კი არ აქვს ქალაქში რომ გაიაროს უამრავი შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მაგალითად არის. მაინც მგონია რომ თუნდაც არ იყოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და იყოს თვითმმართველობის ბალანსზე, ეს დიდად სურათს არ შეცვლის. თუ ახლა ცენტრი ხრავს ამ ქონებას, მაშინ ადგილობრივი ბიუროკრატია გამოხრავს ამ ქონებას. ამიტომ კერძო საკუთრება არის კერძო საკუთრება. ის რაც ევროპაში არის, რასაც ლიბერალური დემოკრატია ქვია, რასაც არჩევნები ქვია, დაფუძნებულია სწორედ ამაზე, კერძო საკუთრებაზე და საბაზრო ეკონომიკაზე. სხვანაირად ეს არ არსებობს და არ მუშაობს. არც იმუშაობს არასდროს. აი ეხლა სხვათა შორის. ეხლა ამის დრო არ არის უბრალოდ დღეს იმდანად რთული მის წინაშე ვართ, გამოწვევის წინაშე, რომ ეს ხელისუფლება ფაქტიურად დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს და ყველგან ბრძოლას მერე აზრი ეკარგება. თორე იმ ნიაღვარი რაც მოდის ამ სოციალისტური აზრების და არ იქნება მის დამთავრება, თუ ჩვენ ამ ქონებას არ გავანაწილებთ მოსახლეობაზე, როგორც წესი და რიგია ისე, და კერძო საკუთრებაზე არ დაეფუძნება არსებული ეკონომიკა, რა თქმა უნდა ყოველთვის ერთი ჯგუფის, ერთი კაცის, ერთი პარტიის ხელში მოიყრეს ძალაუფლებათა. იმიტომ ეს არის ძალაუფლების ცენტრი წარმოადგენს ეს საკუთრება. და იქნება გაფანტული საკუთრება, ხელისუფლება იქნება სუსტი. იმ გაგებით რაცაც უნდა იყოს, თავრობა იქნება შეზღუდული და როდესაც კოალიციურიც კი ბატონო იქნება და გაფანტული იქნება ეს ისა და ძალაუფლებაც იქნება გაფანტული. თვითმმართველობები იქნება რეალური და
შეიძლება შინაარს. თვითმმართველობებზე მინდა გკითხოთ მესმის რომ თქვენ ამბობთ რომ შეიძლება იყოს რაღაცები რაზე საუბრის დროც ახლა არ იყოს, მაგრამ მაინც თვითმმართველობაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული ეს არჩევნები. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გადაიქცა ბოლო წლებში არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციური პარტიებისთვისაც რაღაცნაირად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ცენტრალურ ხელისუფლებამდე, ცენტრალური ხელისუფლების ხელში ჩაგდების, კანონიერად ცხადი არჩევნების გზით მისასვლელ გზად და სტრატეგიად და მეთოდიკად, იმიტომ რომ თითქოს ადგილობრივ საკრებულოებშიც მათ შორის საარჩევნო პროგრამებშიც ფაქტიურად გაქრა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, წინა არჩევნებზეც მოსახლეობის პრობლემები და ინტერესები. ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს, არიან ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს, მაგრამ გარდა ამისა მათ აქვთ უამრავი პრობლემა და ინტერესი და ვითარების შეცვლას თავიანთ სოფლებში და ქალაქებში. როგორ უყურებთ გარდა იმ პრობლემებისა, რაც გვაქვს ჩვენს ირგვლივ და რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში დღეს, თვითონ თვითმმართველობაც რამდენად არის კრიზისში, როგორც ასეთში, არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, ზოგადად დამოკიდებულება ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხომ არ არის რაღაცნაირად არასწორი თვითმმართველობის არსის მიმართ. ხო, მადლობა ამ საკითხისთვის. ეხლა როგორი რაღაც არის, რომ ჩვენ აი წარსულის ინერცია გვაქვს, საბჭოთა ინერცია გვაქვს და საერთოდ ისტორიულად თუ გადავხედოთ, თვითმმართველობას, რასაც კლასიკური გაგებით საქართველოს არც არასდროს უარსებია ამ თვითმმართველობას. შეიძლება მეფის დროს უფრო იყო თვითმმართველობა, მეფის რუსეთის იმპერია როცა არსებობდა, ვიდრე დღესაა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. თვითონ ამ საერთოდ ჩვენ არ როდესაც არ გაქვს ეკონომიკური ინტერესები და მარტო სოციალური პრობლემების წყალი გვინდა, შოქი გვინდა, გზა არ დაუგიათ, ხიდი გაფუჭდა, ეს გასაგებია. მაგრამ როდესაც ეკონომიკური ინტერესები არ გაქვს, არც პოლიტიკური ინტერესები გაქვს. იმიტომ რომ ამ ყოფით სიტუაციაზე დადის მე ყველაფერი. როდესაც აი მიხვალ, ნორმალური იქ მიდიხარ, რომ საკუთრება არ აქვს. თუ არ გაქვს საკუთრება, არც ეკონომიკური ინტერესები არ აქვს. ამაშია საქმე და მე ეს ვერ გადაითარგმნება პოლიტიკურ ინტერესებში. ჩანს შეზღუდულებად. მე მინდა მოგიყვანოთ ერთი ისტორიული მაგალითი. სამხრეთი კორეასთან დაკავშირებით. როდესაც ომი დამთავრდა და სამხრეთი კორეა გაიყო ორ ნაწილად, ჩრდილოეთად და სამხრეთად, უბრალოდ კორეა გაიყო ნაწილად. მეტი კომუნისტური დარჩა, მეორე ამერიკის მხარეს და კაპიტალისტური სისტემა განვითარდა. აი იმ ამერიკულ ნაწილში 37 წლის მანძილზე არჩევნები არ ჩატარებულა. და რატომ არ ჩატარებულა? კითხვა ხო უნდა დავსვათ. იმიტომ არ ჩატარებულა, რომ იმ მოსახლეობას, რომელსაც და ისე იგი აზიური დესპოტიის წარსული ჰქონდა და სხვა წარსული არ ჰქონდა, ვერავითარ არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა არის აზიური დესპოტია, რას ეფუძნება? აი ამ სახელმწიფო საკუთრებას, მთელი აზიაში კერძო საკუთრება არ არსებობდა. ყველაფერი არ სულთანის იყო, ან შახის იყო, ან იმპერატორის იყო და ასე იყო და აი ეს განწყობილება დღემდე არის. იმიტომ მოერგო აზიას ასე იოლად სოციალისტური და კომუნისტური პარტიები. ხო და აი ამ და მიზეზზე გარდა ჩვენ სხვათა შორის გავეჭხიდეთ ძალიან ცუდ ჩაქავ სამშობლო კავშირი დაიშალა ჩვენ აღმოჩნდით რაღაც აი ამ საყოველთაო შეუზღუდავი არჩევნების ეპოქაში. მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ აი ეს არჩევნები რომელიც დღესაა ევროპაში და ამერიკაში ეს ომის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მანამდე ეს არ იყო კონდენსატური ცენზი იყო ხალებსაც არ ჰქონდათ არჩევნების შემდეგ მე-19 საუკუნეში მაგალითად 5-10% იღებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში არჩევნებში მონაწილეობას აი ამ საყოველთაო არჩევნები და გითხრეს რა გითხრეს რომ არჩევნების გზით უნდა მოახდინოთ ხელისუფლების ფორმირება გასაგებია, მაგრამ არც კერძო საკუთრებაა, არც აბაზრო ეკონომიკაა, გაიქცა ეს ჩემი მეზობელი ხო და ხმა მიცა კომუნების თავმჯდომარის. მეტი არ იცის იმან. რაიკომში თუ არ იყავი ნამუშევარი, აი ამ წლებში გადახედეთ თქვენ ვინ იყო დამოუკიდებელი საქართველოში, დეპუტატები და მაღალთანამდებობები რა კატეგორია ხმას არ მოგცემდა, არ ცნობდა სხვას ეს ადამიანები. რატომ მისი ბრალი კი არ არის? ასეთი წარსული ქონდა, ასე ჩიხშია, სოციალური და გონებრივ სტაგნაციაში მოქცეული. და დღემდე ეს გრძელდება ეს ინერცია და ამას ხელს უწყობს კიდე ეს გაუგებრობა იმისა, რომ ნამდვილი ლიბერალიზმი, რო ვთქვი მე, ლიბერალიზმი წინ უსწრებს ისტორიულად დემოკრატიას.
დემოკრატია შემდეგ მოდის. ლიბერალი ფასებულობა და ღირებულება, ლიბერალიზმი, ანუ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი მისვლა, მოსვლა, ვაჭრობა, ფულის როგორც გინდა წაიღო და წამოიღო და ასე შემდეგ. და ზოგადად თავისუფლება. ეს არის ისტორიული, ეს არის ღირებულება თორე. ამას შემდეგ მოდის ეს დემოკრატია, როგორც ინსტრუმენტი ამ ლიბერალური წესრიგის პოლიტიკური ფორმა. ხო და ჩვენ სამწუხაროდ აი ამაში ვართ გაჩერილი და ეს და აქედან სხვათა შორის და აი რატომ მინდა თქვა და მე რატომ უჭერ ხარს ევროკავშირს, ევროპასთან ურთიერთობას, რატომ მინდა რომ ეს რეჟიმი დამთავრდეს და რაღაც. ჩვენ ამას იმ სოციალურ სტაგნაციას, რომელშიც ისტორიულად აღმოვჩნდით. ევროპის დახმარების გარეშე, ამერიკის დახმარების გარეშე, აქედან ამ დახშულის წინდა ჩვენ ვერ გამოვალთ ჩვენით. ამას ქვია სოციალური სტაგნაცია. რა არის ეს? აი როგორც მაგალითად ავსტრალიელი აბორიგენი თავის დროზე, რომ ევროპელები არ ჩასულიყო იქა და გინდა აფრიკაში ჯუნგლებში რომ პირველ ყოფილი ადამიანებია თუ გარედან იქ ცივილიზაცია არ შეუვლებდა, მილიონი წელი გავიდოდა კიდე და ისე იქნებოდა ეს ხალხი. ის არ შეიცვლება. იმიტომ რომ მაგას ქვია სოციალური სტაგნაცია. ყველაფერი ქონდათ იმას. დასაჭმელი არ ჭირდება, საჭმელი ხეზია და ყველა დამთავრებული საკითხია. როგორც და აი მაშინ აკუმულატორი რო დაჯდება მანქანაზე, გარედან წყარო თუ არ მივიერთეთ, თუ დატენო, ესეა სოციალური სტაგნაცია. ჩვენ გარედან თუ მუხტი არ მივიღეთ, ჩვენ აი ამ საბჭოთა წარსულს ჩვენი თავს ვერ დავაღწევთ. ეს იმხელა სცენია და იმხელა დაავადება. ჯერ კიდევ მერე მამარდაშვილი ამბობდა მაგის შესახებ და წერდა, რომ რამხელა პრობლემა დატოვა კომუნისტურმა სისტემამ მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში. და ჩვენ გვინდა ახლა ამას იოლა თავი არ დაეწევოდა. ამიტომ მგონია რომ ძალა რომელიც ევროკავშირზე ამბობს ვარს, ძალა რომელიც ევროპის კარს გვიკეტავს, ძალა რომელიც ამ სახელმწიფო ქონებას კიდევ უფრო ესე იგი არ განაკერძოებს და კერძო საკუთრებაში არ მოაქცევს. აი ამ ძალას ხელისუფლებაში დატოვება არის ჩვენი დაუპყრო და დარჩენა აი ამ სტაგნაციაში. კი ბატონო, ბოლო კითხვას დაგისვამთ დღეისთვის. გარედან მუხტი ახსენეთ დასავლეთის სახით ჩვენთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლებთ ამის გამოყენებას კი არა, რამდენად დარჩება მათი მხრიდან, დასავლეთის მხრიდან ეს მუხტი ჩვენთვის მზად? როგორ შეაფასებთ ბოლო პერიოდის დამოკიდებულებას, ბოლო პერიოდის განცხადებებს? ისინი მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიზაციას და იმ ღირებულებებს, რაზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ თითქოს და ამბობენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს, მაგალითად გვიანდება მეგობარი აქტი და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა იმ ფონზე და იმ ვითარებაში, რაშიც დღეს ვართ? ანუ ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ზოგი ამბობს, რომ მობეზრდება დასავლეთს ეს პოპულარული ენით რომ თქვა და მიგვატოვებს, ზოგი ამბობს, რომ არ მიგვატოვებს, მაგრამ არის თუ არა აქ მხოლოდ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, თუ არსებობს დასავლეთის ინტერესიც ჩვენს ქვეყანაში, კარგი გაგებით ვამბობ ცხადია. რაც შეიძლება რომ გახადოს მათი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში. ინტერესების გარეშე არაფერი არ არსებობს. როდესაც იციან თქმა ასე, რომ აი იმათო კაცო რაღაც ინტერესი აქვს, თორე აბა რატო გვეხმარება? ხო, რა თქმა უნდა ინტერესი აქვს. როდესაც თქვენი ინტერესი ემთხვევა ჩემ ინტერესს, ამჟამად დგება ერთობა. აბა ეს ახლა თუ ინტერესი არ არის და არაფერი არა, აბა მარტო ჰუმანიტარული დახმარებას ყველას უგზავნიან მაგენი. ეხლა ეს ასე არის პრობლემა. ეს არ გშველის საქმე. ეს არ შველის საქმე. ინტერესები რა თქმა უნდა დასავლეთს აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება დასავლეთმა რაღაცა ვერ მოახერხოს, რაღაცა წინააღმდეგობა ვერ გადალახოს. ზოგადად საერთაშორისო ვითარება ესე დაეწყოს, როგორც მოხდა 1921 წელს ვთქვა, ხო? შეიძლება ისეთი დაუძლეველი სიტუაცია შეიქმნას, რომელსაც დღემდე აძახებენ ევროპას. რამდენიც არ უნდა ვაძახოთ, იყო რაღაც დაუძლეველი სიტუაცია, მათ სხვა თავისი ხო, რაღაც ინტერესები აქვს, შესაძლებლობები აქვს ბოლოს და ბოლოს. ხო და შეიძლება მსგავსი რამე არ არის გამორიცხული, მაგრამ ისე მიდის დღეს მსოფლიოში სიტუაცია, ესეთი კომუნიკაციები ისე გაზრდილია, ისე ინფორმაციულობა უფრო გაზრდილია, ხელმისაწვდომია, მე სავაჭრო გზები უფრო გახსნილია და მეტი დაწოლა თუ ადრე თქვათ ამ სავაჭრო გზებით გაცილებით ნაკლები პროდუქტი გატარდებოდა, იმიტომ რომ არ იყო ამდენი დღეს გაცილებით მეტია და გაცილებით მეტი ინტერესი, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ინტერესები
და ცოტა პატარა ჩვენს თუ წავაშველებთ ხელს ადგილობრივები და არ ჩავყვებით კომუნისტებს სამარეში, რაღაცა შეიძლება გამოვიდეს და გამოვიძვრეთ ამ როგორც მურმალებანზე ეთყო და აზიის ტყიდან რამენერად გავაღწიოთ აქედან და ესაა მთავარი. ერთი მინდა კიდევ თქვა, აი ევროპას ბევრმა საყოდრია დღეს, აი ეს რაღაცა LGBT ისა იქ რაღაცა საქმიანობები, რაღაცა არასწორი რაღაცები, რომელსაც აი მორალთან აცდელი და ვისაც სკოლაში უსწავლია, ეს არიცით, ვისია რა არის, ეს ხო ნეომარქსიზმია, ეს ხო კლარა ცეტკინი რა წერდა თავის დროზე, ოჯახიან უნდა არსებულიყო და ეს კრუპსკაია ებდეგენი რას აკეთებდნენ. უბრალოდ ამან ვერ გაატარეს და პრაქტიკულად ეს არის სოციალისტები არიან, ეს არის სოციალიზმი. რა თქმა უნდა, სოციალიზმის დღეს სოფლიოში პრობლემა, სოციალიზმის პრობლემა და თავისუფლებასა და სოციალიზმის შორის მიდის ბრძოლა, დიდი დაპირისპირება. ამ სოციალიზმმა ნაირ-ნაირ სახელები დაერქვა. ზოგი რასაც ძახის, ზოგი რასაც ძახის, მაგრამ თავარი თქვათ არის ის რომ ესეა რა, დაჩაგრული ჯგუფებზე ხდება სპეკულაცია, ვითომ ჩაგრული ჯგუფების დაცვის მიზნით, ხო? მაგრამ მე ახლა რა მინდა თქვა? აი ამ გლობალური პრობლემების წინაშე დედამიწა 64 არ არის. პრობლემები არის ყველგან, პრობლემებს თან არის ბრძოლა და ასე შემდეგ. მაგრამ მე მგონია, რომ იმ პრობლემებს, რომელიც ევროპას აღუდგეს, თუნდაც ამერიკას აღუდგეს, რასაც ტრამპის ფოტოშორის ებრძვა, ესენი რომ იყენებენ ახლა ამას, რომ აი ხედავთ იქ რა ხდება და ხო და მე რა მინდა თქვა, ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად მირჩევნია თავისუფლებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბრძოლა და სოციალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ვიდრე დავრჩენ მაოიზმის და ლენინიზმის ჭაობში. კი ბატონო. აი ეგ არის მთავარი. ამის გააზრება არის მთავარი, თორე აბა ახლა არც ევროპაა 64 და არც ამერიკაა 64. არასდროს ადამიანმა ყოველთვის უნდა იმძოყო თავისუფლების ბრძოლა, ყოველდღიური საქმიანობა, ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. ხო და თუ ჩვენ ამას ფეხს აუდავთ და რაღაცნაირად გამოვხიზდებით, მე იმედი მაქვს მაგალითად, რომ ამ 30 წელიწადში ჩამოყალიბდა ახალი თაობა, რომელიც თავისუფალია გარკვეული აი ამ წარსულის ტვირთისგან. და ვფიქრობ, რომ ეს თაობა თავის სიტყვას იტყვის და მე რაც შემეხება და ჩემ თაობას ჩვენ მათგორზე ვართ. უბრალოდ 4-ში საკითხეს ამას წინა სად იქნები 4-ში მიდიხარ. კი, მივდივარ 4-ში ვიქნები იქ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ და არც გული არ გამეტყდება კიდე თუ რამე ისე არ წავიდა როგორც საჭიროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ 4-ში ეს ამბები დამთავრდება. აი ისეთი რაღაცა მოხდება, ახლა გონია ვიღაცებს რომ ხალხში არ არის მუხტე და გაჩუმებული, ის სიჩუმეა ქარიშხლის წინ, რომელშიც შუმე იცის, ისეთ სიჩუმეა დღეს ხალხში. და მაგას ვნახავთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, საუბრისთვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით ბატონ ვახტანგ ზენაიშვილთან ერთად, გირჩი მეტი თავისუფლების გურიის რეგიონის წარმომადგენელთან. ერთად მე კი მომავალ გადაცემაში დაგიბრუნდებით, კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა.